როგორ მოიპოვებენ საქართველოში ოქროს და რა მდგომარეობაა ზოგადად ამ დარგში? საკითხზე დღეს ეკონომიკის ექსპერტებმა იმუშავეს. განიხილეს კომპანია RMG Gold-ის საქმიანობაც, წარმოების და ექსპორტის შემცირება, ასევე მათი გამოწვევი მიზეზები. ექსპერტებმა ასევე იმუშავეს თუ როგორ უნდა გაიზარდოს წარმოება და როგორ უნდა განხორციელდეს ახალი ინვესტიციები. მნიშვნელოვანია საზოგადოებამ რომ შეიტყოს თუ რეალურად რა პრობლემები არსებობს სამთავრობო დარგში საქართველოში. დღევანდელი შეხვედრა ვფიქრობ რომ სწორედ აი ამ პრობლემების განხილვას ემსახურება. თავის მხრივ ჩვენი კომპანია მზად არის გაითვალისწინოს ის შენიშვნები და რეკომენდაციები, რომლებიც დღევანდელ შეხვედრაზე გაჟღერდება და ასევე მზად არის იმისათვის რომ ნებისმიერი დაინტერესებული მხარეს შეხვდეს და განიხილოს უფრო ვრცლად არსებული პრობლემები. სახელმწიფომ სწორი პოზიცია ჩამოაყალიბოს RMG Gold-თან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს არის საწარმო, რომელიც საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პრაქტიკულად 10%-ს ფლობს, არის მსხვილი გადამხდელი სახელმწიფო ბიუჯეტში და ამავდროულად არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი.